პროკურატურის შუალედური ანგარიშით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. საგამოძიებო უწყების მოწოდებას ყველა დაინტერესებულმა პირმა ითანამშრომლოს გამოძიებასთან ამჯერად ცენტრალური საარჩევნო კომისია უერთდება. არაერთი საგამოძიებო მოქმედება, ასევე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა არაერთი საარჩევნო ექსპერიმენტი, საგამოძიებო ექსპერიმენტი, რამაც დაადასტურა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით საარჩევნო უბანზე სრულად იყო გამორიცხული მრავალჯერადი ვერიფიკაცია, ასევე ერთი და იმავე ამომრჩევლის მხრიდან მრავალჯერადი ხმის მიცემა, ასევე ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა მარკირების სითხესთან მიმართებაში, რამაც დაადგინა, რომ მარკირების სითხის ქიმიური შემადგენლობა იყო სრულად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტთან. საარჩევნო ადმინისტრაცია თხოვს და მოუწოდებს ყველას, რომ მიუხედავად იმისა, რომ 3 თვე გავიდა არჩევნების ჩატარებიდან, თუ აქვთ რაიმე ტიპის დამადასტურებელი მცირედი ფაქტებიც კი არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით წარმოადგინონ საგამოძიებო ორგანოში, რადგან ბუნებრივია საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც არსებითად მნიშვნელოვანია საბოლოო დასკვნის მოსმენა. კანდიდატს უნდა გამოიყვანონ რაღაცა სიმპათიური ბიჭები და აყენონ და ალაპარაკონ რაღაც ტონალობაში, რომ არაფერი არ გაყალბებულა და ექსპერიმენტები ჩავატარეთ და ამერიკიდან ჩამოვიყვანოთ რაღაცა ჯემალი და იმან გვითხრა არ ყალბდება. სისულელი არის საჩუქრები არის მოპარული, ამიტომ მაგ შედეგებს არავინ არ აღიარებს. მორჩი თავისუფლად სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, ნიკა გვარამიას განცხადებები, სხვა ოპოზიციურ ლიდერების განცხადებები, რომ დიახ ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფდა პრინციპს ერთი ამორჩეველი ერთი ხმა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის რა არის მათი დამარცხების მიზეზი, არა ის, რომ სავარაუდოდ არჩევნები უნდა ყავდა, არამედ ის, რომ ასე გადაწყვიტა ისმა აღმატებულება ქართველ ხალხმა, ის რომ ეუთოს დასკვნის შემდეგ პროკურატურის შუალედური ანგარიშის შემდეგ ოპოზიციას აღარ რჩება აღარანაირი არგუმენტი და მით უმეტეს როცა ვერანაირი მტკიცებულება არ წარმოადგენს, ისაუბრონ იმაზე, რომ არჩევნები გაყავდა 22 ოქტომბერს.